შეერთებულ შტატებში შევიწროებული LGBT თემი მთელი თავისი გარყვნილი შოუებით და პერფორმანსებით ევროპაში გადაბარგებას ცდილობს. ტრანსნაციონალური კორპორაციები ევროპისკენ დაძრული LGBT ორგანიზაციებისთვის და ტრანსგენდერული ფონდებისთვის ფულს არ ზოგავენ. მიზანი იგივეა, რაც ამერიკაში იყო. უსქესო, უეროვნებო, ურწმუნო, შედეგად მარტივად კონტროლირებადი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც მხოლოდ მოხმარებაზე და ბრძანების შესრულებაზე იქნება დაპროგრამებული. პირველი შეტევა ბრიტანეთზე მიიტანეს. მაინც შესაფერისი პოლიტიკური და LGBT ტოლერანტული გარემო ბევრს ნიშნავს. ფსევდოლიბერალი ლეიბორისტები ყველანაირი გაუკუღმართებული სტანდარტებისთვის ისეთ იდეალურ სასათბურე პირობებს ქმნიან, რომ ბრიტანეთი ნელ-ნელა ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად ყალიბდება ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერებისთვის. თუმცა დღეს საუბარი არა ბრიტანეთზე, არამედ გერმანიაზე გვექნება, სადაც გარყვნილების პროპაგანდისთვის არანაკლებ კომფორტული გარემოა შექმნილი. თან როგორც ჩანს, გერმანელებს ძალიან არ მოსწონთ LGBT პირველობის დროშა ბრიტანელების ხელში რომ აღმოჩნდა და სასწრაფოდ გადაწყვიტეს რამე ისეთი მასშტაბური ტრანსშიზოფრენია მოეფიქრებინათ, რომელიც მთელ მსოფლიოს გააოცებდა. უნდა ითქვას, რომ მათ ეს გამოუვიდათ. როცა LGBT გარყვნილება და ეკლესია მკრეხელური ფორმით ერთმანეთს ეჯაჭვება, ამაზრზენის სკანდალი გარანტირებულია. მოკლედ, გერმანიის ქალაქ ბრაუნშვეიგში მდებარეობს წმინდა მიქაელის სახელობის ქრისტიანული ტაძარი. შეიძლება ითქვას, არც ისე პატარა ტაძარი, რომელსაც ყავს მოძღვარი, ვინმე იაკობ ტიმერმანი. დღისით პასტორი ისე იქცევა, როგორც ერთი ჩვეულებრივი ლუთერანი მოძღვარი, ატარებს წირვებს, აზიარებს მრევლს, ქადაგებს და ასე შემდეგ. მაგრამ საღამოს რომ იტყვიან, მის ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ტაძარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სოდომად და გომორად იქცევა და იქ, სადაც დღისით მორწმუნე მრევლი ლოცულობს, ტრანსგენდერები, დრაგ-ქვინები და კიდევ უამრავი გარყვნილი სექტის წარმომადგენლები როკავენ და ცოდვის ჭაობში იძინებიან. მთელი ღამე ეკლესია გარყვნილების სცენადაა გადაქცეული. საკურთხევის ადგილას ნახევრად შიშველი დრაგ მუსიკოსები უკრავენ, ტრანსები კი შეკრებილ აუდიტორიას ართობენ. დამსწრე საზოგადოებას ბუნებრივია შესაბამისია. გეები, ლესბები, ბისექსუალები და კიდევ უამრავი გამოგონილი გენდერის წარმომადგენლები. საქმე ისაა, რომ საღამოობით პასტორი თავის ტაძარს LGBT თემის წარმომადგენლებზე აქირავებს. თუმცა ფინანსური მოგება აშკარად მისი მთავარი мотиваცია არაა. ტიმერმანი ისეთი აღფრთოვანებით შეხურებს მის ტაძარში გამართულ მკრეხელურ წარმოდგენას, რომ აშკარაა ამ გარყვნილი შოუ პროგრამი დიდ ემოციურ სიამოვნებასაც იღებს. თავად ტრანსებს კი, რომლებიც რელიგიური ფასეულობების ფეხქვეშ გათელვით ექსტაზის მდგომარეობას აღწევენ, ბუნებრივია ტონუსის შესანარჩუნებლად ალკოჰოლიც სჭირდებათ. კომერციული ნიჭით დაჯილდოებული ტიმერმანი აქაც ხეირს ნახულობს და დამატებითი შემოსავლისთვის ხატებისა და ფრესკების ფონზე მოძიგძიგე ეგზალტირებულ კაბიან და პომადიან მამრებს ლუდით და სპირტიანი სასმელებით ამარაგებს. ლუთერანული ეკლესია დიდი ხანია ცნობილია თავისი ფსევდოლიბერალური მიდრეკილებებით. ერთნაირ სქესიანი წყვილების ჯვრისწერა აქ დიდი ხანია აღარავის უყვირს. ქადაგებისას მოძღვრების მიერ სრული სიგიჟეების წამოროშვაც ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, ეს ტიმერმანი თავის მრევლს ასწავლის, რომ ღმერთი თურმე ქალი ყოფილა და მამაო ჩვენო კი არა, დედაო ჩვენო უნდა ვთქვათ ლოცვისას. არც სექსუალური უმცირესობებისაგან შეკოწიწებული მგალობელთა გუნდი უყვირს ვინმეს, მაგრამ ქრისტიანული ტაძრის LGBT თემისთვის მიქირავება და იქ მთელი ღამე მკრეხელური მეჯლისის გამართვა ლიბერალი ლუთერანებისთვისაც კი ნამეტანია. დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტური საყრდენი, ქრისტიანული სარწმუნოება და მისით შთაგონებული ეკლესია დღეს თავისი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გადაფასებას გადის. სივრცე, რომელიც საუკუნების განმავლობაში იყო სიწმინდის, მორალისა და ღვთის პატივისცემის ცენტრი, თანდათანობით მავნე იდეოლოგიური ექსპერიმენტების სცენად იქცევა, სადაც თანასწორობის და ტოლერანტობის სახელით ყველაფერი დაშვებულია, მათ შორის სიწმინდის მიზანმიმართული წაბილწვა. დღეს LGBT პროპაგანდისტებისა და მათი ლობისტების მხრიდან ეკლესიის სახელი უკვე ინსტრუმენტად არის ქცეული, ბორცვად, საიდანაც ტრადიციული ღირებულებების მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. ფსევდოლიბერალურ დასავლეთში სინდისის, სინანულისა და ზნეობრივი ცხოვრების იდეალები ჩანაცვლდა კარნავალითა და მკრეხელობით, სადაც ცოდვა აღარ განიკითხება, არამედ საკურთხევლის პირდაპირ ფართოდ გაშლილ ფერად ბანერებზე პრეზენტირდება.
თუმცა ეს არ არის ტოლერანტობა, ეს არის 64-ის კარიბჭეში დადგმული ჯოჯოხეთური კარნავალი. ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განიხილებოდა როგორც ზნეობრივ და სულიერ საზღვრებს მიღმამყოფი, დღეს ლუთერანულ ეკლესიებში წმინდა საიდუმლოდ იწოდება. ფსევდოლიბერალურ დასავლეთში ღვთისმსახლებში ცალსახად ხდება ამ კავშირების დალოცვა და დაკანონება. ის, რაც ოდესღაც სულიერ უღირსობად და ღვთისწინააღმდეგ მიმართულ დარღვევად ითვლებოდა, ახლა ტაძრის შუაგულში მორწმუნეთა თვალწინ ამაღლებულ ძალადობად და გარყვნილების ტრიუმფად იქცა. დიახ, ლუთერანული ეკლესია დიდი ხანია ცნობილია თავისი ფსევდოლიბერასტული მიდრეკილებებით. ერთნაირ სქესიანი წყვილების ჯვრის წერა აქ დიდი ხანია აღარავის უყვერს, მაგრამ ეს უკვე გაცდა ტოლერანტობის ჩარჩოებს. ეს არის მორალის სისტემური დანგრევა იმ ადგილებში, სადაც ოდესღაც სინანული და ზნეობრივი ბრძოლის იდეალები მეფობდა. გარყვნილი ცხოვრების სტილის აგიტატორებისთვის ეს ვითომ პროგრესის ერთ-ერთი გამოვლინებაა. თუმცა რეალურად იგი ღრმა ანტიქრისტიანულ იდეოლოგიას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ქრისტიანობის შიგნიდან ჩამოშლას. ტაძარი იქცა ადგილად არა ღმერთთან ზიარების, არამედ საზოგადოებრივი რევოლუციის ინსტრუმენტად. მორალური დაცემა, სიწმინდის წაბილწვა, ტრადიციული ღირებულებების რღვევა და ამ ყველაფრის გადაფარვა თანასწორობისა და ტოლერანტობის ნიღბით. სწორედ ეს შეგვიძლია ვუწოდოთ იმას, რაც დღეს გერმანიის ერთ-ერთ ლუთერანულ ტაძარში ხდება, სადაც სცენაზე აღზევებულ დრაგ ქვინებს უფლება მიანიჭეს ქრისტეს სახელით თავიანთი გარყვნილების თეატრი და წმინდა კედლებში კრეხელური სპექტაკლი წარმოედგინათ. ამ გარყვნილების პროპაგანდისტებმა ქალაქ ბრაუნშვაიგში მდებარე წმინდა მიქაელის სახელობის ქრისტიანული ტაძარი სოდომად და გომორად გადააქციეს. ტაძარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სულიერი სიმშვიდის, ლოცვისა და ღვთისადმი მორჩილების ადგილად იყო მიჩნეული, დღეს კულტურული გადაგვარების ეპიცენტრად იქცა. ტაძარში, სადაც ოდესღაც წმინდა ლიტურგია აღესრულებოდა, დღეს ფერად გრიმში ჩამალული მამაკაცები ეშმაკის მსახიობებად გვევლინებიან. სწორედ ამ წმინდა სივრცეში მოეწყო ქვიარ შოუს სახელით წოდებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სცენა დაეთმო მამაკაცებს, რომლებიც ქალის მანერებით, მაკიაჟითა და პროვოკაციული ფორმებით ღვთისმსახლის ცენტრში ცეკვავენ და ცოდვის მორევში იძირებიან. საკურთხევლის ადგილას ნახევრად შიშველი დრაგ შემსრულებლები მუსიკალურ წარმოდგენებს მართავენ. ტრანსები კი შეკრებილ აუდიტორიას ართობენ. დამსწრე საზოგადოებაც ბუნებრივად ემთხვევა ამ ატმოსფეროს. გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და სხვა გამოგონილი გენდერის პიროვნებები აღფრთოვანებულნი არიან ამ მორალური დეგრადაციის და ცოდვის ზეიმით, რომელიც ღვთისმსახლში აღესრულება. ამ კრეხელურ საღამოს 150-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ჩვეულებრივ მე არასდროს არ ვსტუმრობ ეკლესიას. თუმცა ეს რაღაც ახალია. დღეს აქ მოხვედრა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ახლა მე სულ სხვანაირად აღვიქვამ ამ ადგილს. მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მაგარია. თანაც აქ შესანიშნავი საზოგადოებაა. ასეთი ღონისძიება და თანაც ეკლესიაში. უბრალოდ წარმოუდგენელი სანახაობაა. მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოიპოვოს გამბედაობა და ეკლესიებში ასეთი ღონისძიებები გამართოს. აქ ყველაფერი ისეთი ფერადი და განსხვავებულია, რაც მე ძალიან მახარებს. ეს აღარ არის კარნავალი მხოლოდ ქუჩაში, ეს არის ანტიქრისტიანული სპექტაკლი ტაძარში. იქ, სადაც მორწმუნეები ქრისტიანული ცხოვრების გზას სწავლობდნენ, ახლა მათ წინაშე წარმოადგენენ ცოდვას, რომელსაც ლუთერანული მღვდლები მფარველობენ. ეს ყველაფერი კი ვითომ თანასწორობის, მიმტევებლობისა და მიმღებლობის სახელით იმართება. სინამდვილეში კი წარმოადგენს ტოტალურ მორალურ კრიზისს, სადაც ეკლესია აღარ იცავს სიწმინდეს, არამედ თავად უწყობს ხელს მის გაუფასურებას. არც ისე პატარა ტაძარში ამ კრეხელური პერფორმანსის ორგანიზატორად მოძღვარი, ვინმე იაკობ ტიმერმანი გვევლინება. დღისით პასტორი ჩვეულებრივი ლუთერანი მღვდლის ნიღაბს ირგებს, ატარებს წირვებს, აზიარებს მრევლს და ქადაგებს. თუმცა როცა საღამო დგება, მისი ქცევა სხვა სახეს იღებს. ტაძარში, რომელიც ჩვეულებრივ საკურთხევლის ადგილია, საშინელი და გარყვნილი პერფორმანსები იწყება, რომელთაც პასტორი თავად ხელმძღვანელობს. ტიმერმანი ტაძარს LGBT თემის წარმომადგენლებს უთმობს, მაგრამ ფინანსური მოგება აშკარად არ არის მისი მთავარი мотиваცია. მის უკან გარყვნილი იდეოლოგიური მიზნები დგას. პასტორი ახტაცებით უყურებს თავის ტაძარში გამართულ კრეხელურ სპექტაკლს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეუფლება მას დიდი ემოციური სიამოვნება ამ გარყვნილი შოუ პროგრამით.
მსურს შევქმნა მისასალმებელი, ღია ეკლესია. ეს ყველაფერი კი შეიძლება ქვიარ საზოგადოების საფუძველზე შეიქმნას, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავი გამოავლინონ. ეს იდეა მაძლევს мотивაციას, მახარებს და იმედს მისახავს. ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ საით მიექანება ეს სამყარო და როდესაც საზოგადოება ერთად იკრიბება და ზეიმობს, ეს მე მაბედნიერებს. მხოლოდ ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. პასტორი ტიმერმანი ვეღარ მალავს თავის გარყვნილ მისწრაფებებს და პირდაპირ ამახინჯებს ქრისტიანულ სწავლებას. ქადაგებებში ლუთერანი მოძღვარი თავის მრევლს შთააგონებს ახალ წესს, სადაც ღმერთი მისივე აზრით ქალია. ბუნებრივია ასეთი ქადაგება პირიქით мотивაციას აძლევს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებსა და მგალობელთა ჯგუფს, რომელიც ლესბოსელი წყვილით არის დაკომპლექტებული. ამგვარი ქადაგებებით ტიმერმანი სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს ქრისტიანობის არსსა და ნამდვილ ჭეშმარიტებაზე. ხოლო ეს მკრეხელობა, რომელიც LGBT თემისთვის ტაძარში გამართული შოუებით იკვებება, უაღრესად საშიში კავშირია ეკლესიის წმინდა როლთან. პასტორმა კი არ შეცვალა ეკლესია, არამედ ის LGBT თემის წარმომადგენლებისთვის უფრო მისაღები გახადა. პასტორი თავის ქადაგებებში ხშირად არიყენებს ღმერთის სახელს. მახსოვს ერთხელ მან ახსენა, რომ ღმერთიც ქალია. მე დავიმახსოვრე ეს სიტყვები და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს იყო საოცრება. გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში მდებარე წმინდა მიქაელის სახელობის ქრისტიანულ ტაძარში გამართული პერფორმანსი არ იყო უბრალოდ ღონისძიება. ეს იყო სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცდილობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ეკლესიის სიწმინდის გადაფარვას, ცოდვის კარნავალად შეფუთვას და ქრისტიანობის საფუძველთა ძირის გამოთხრას. როდესაც ღვთის სახლი იქცევა პერფორმანსის არენად, სადაც ცოდვა სანახაობა ხდება, ეს უკვე უბრალოდ კრიზისი არ არის. ეს ღვთის სიტყვასთან გამოცხადებული ომია. სახარებაში მაცხოვარი ეუბნება პეტრეს: შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ანუ ეკლესია თავისი არსით არის ჭეშმარიტების და მათ შორის ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დამცველი მთავარი ციხესიმაგრე. იმ საზოგადოებაში, სადაც რწმენა ძლიერია, გაყრმილი და გაუკუღმართებული LGBT ფასეულობები ფეხს ვერ იკიდებს. არსებობს, მაგრამ არსებობს როგორც მცირე მარგინალური ჯგუფი, რომელიც თავის გარყვნილი ცხოვრების წესს ვერავის ახვევს თავს. სწორედ ამიტომ სექსუალური უმცირესობებისა და მათი დონორების მთავარი სამიზნე ყოველთვის არის რწმენა და ეკლესია. ეკლესიაში გარყვნილი LGBT სტანდარტების დამკვიდრება მის ჩამოშლას ნიშნავს. ეკლესიის ჩამოშლა კი საზოგადოების გარყვნას. გარყვნილი საზოგადოების ყველაზე ნათელი მაგალითი კი ქრისტიანულ ტაძარში მოწყობილი ტრანსგენდერთა კრეხელური წარმოდგენა. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. საერთოდ ნებისმიერ რელიგიაში ადამიანი სასულიერო პირის ცხოვრებას ირჩევს იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაშივე იზრუნოს იმ ქვეყნად სულის ცხონებაზე. წესით ეს იაკობ ტიმერმანიც ამიტომ უნდა გამხდარიყო პასტორი, თუმცა მის რელიგიურ мотивაციაში უკვე სერიოზული ეჭვები ჩნდება. მისი ეკლესია ჭეშმარიტების დამცველი რომ აღარაა, ნათელია. საერთოდ ეს ეკლესია მისი აღარცაა, რადგან ეშმაკები, როგორც ცნობილია, ძირითადად უპატრონო ეკლესიებს ეპატრონებიან. დროებით.